მოგესალმებით. გამარჯობა. დღეს გადავწყვიტეთ ჩავატაროთ საინტერესო ექსპერიმენტი. როგორც ვიცით, აღმართებზე ასვლისას ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენი სხეულის წონა. დღევანდელ ექსპერიმენტში გვინდა გაჩვენოთ რეალურად რამხელა განსხვავებას იძლევა აღმართზე ასვლისას სხეულის სხვადასხვა წონა. ამისათვის შევარჩიე 2 კილომეტრიანი აღმართი, სადაც ავალ ორჯერ. ერთ შემთხვევაში ავალ 12 კილოიანი ზრუგჩანთით დამძიმებული, ხოლო მეორე შემთხვევაში სიმძიმის გარეშე. მოდი დავიწყოთ ახლა ეს ექსპერიმენტი და დეტალებზე გზაში ვისაუბროთ. წავედით. მიდი გაიქეცი. იმისათვის რომ ექსპერიმენტი შედგეს და დავინახოთ დროში განსხვავება, გადავწყვიტე ერთი და იგივე ვატებით ავიდე ორივე შემთხვევაში, ანუ ერთი და იგივე სიმძლავრე მეჭიროს და ამ აღმართისთვის შევარჩიე 220 ვატის საშუალო სიმძლავრე. მეგონა უფრო მძიმე იქნებოდა 12 კილო, მაგრამ ჯერჯერობით ადვილად მივდივარ. ნახოთ რა იქნება ბოლოს. შემდეგ უკვე საბოლოო შედეგებს რო გაგაცნობთ, ერთად ვიანგარიშოთ დავუშვათ 10 კილომეტრიანი იგივე აღმართის შემთხვევაში რა განსხვავებას მოგცემდა ეს 12 კილო. ან დავუშვათ 20 კილო, 25 კილო. საინტერესოა. სავარაუდოდ მეორე ასვლისას საშუალო გულისცემაც ნაკლები მექნება. ასე ვფიქრობ. შეიძლება დროში იმდენი სხვაობა არ იყოს, მაგრამ წარმოვიდგინოთ უფრო გრძელი აღმართი ამხელა განსხვავებას გვაძლევს. ყისვე მოგვინდება ტონაში კლება. თან მეორე მომენტი ისიც არის, რომ რაც უფრო მსუბუქი წონის ვართ, იგივე დროში ასვლა მით უფრო ნაკლები სიმძლავრით გვიწევს. ნაკლებ ძალას ხარჯავთ და უფრო სასიამოვნო ხდება ასვლა, ვიდრე ტანჯვა. რაჯობია, როცა 12%-იან აღმართზე ისე ადიხარ, როგორც 8%-იანზე ახვიდოდი. მაგარია. მსუბუქი წონა. დავიწყე მეორე ასვლა. უკვე ჩემი წონით მივდივარ და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ელექტროველოსიპედზე ვძივარ. ის სიმძიმე რომ მომეხსნა. და ვფიქრობ, რომ 220 ვატი მგონი ცოტა იყო, მეტი უნდა ამერჩია საშუალოდ. თავიდან 250 ვატს ვფიქრობდი, მაგრამ მეთქი სიმძიმით არ გამიჭირდეს და არ ჩავაფლავო ექსპერიმენტი და გადავწყვიტე მე 220 ვატით მევლა. რა თქმა უნდა, ეხლა რაღაც გრანდიოზულ განსხვავებას არ ველოდები დროში. იმიტომ რომ 2 კილომეტრიანი აღმართი დიდი არაფერია. მაგრამ წარმოიდგინეთ, აბა ბახმაროში გომის მთაზე და მასეთ აღმართებზე ამხელა სხვაობას მოგცემს. დავუშვათ 20-25 კილოგრამი. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც მხედველობაში უნდა მივიღოთ, ის არის, რომ შეიძლება წონა მძიმე გქონდეს, მაგრამ კუნთების მასის ხარჯზე და არა ცხიმის. და ეს უფრო პლუსია, ვიდრე უვარჯიშებელი როცა ხარ და ჭარბი წონა გაქვს. კუნთებში ძალაც გაქვს და გამძლეობაც ასე თუ ისე და შესაბამისად ეს 220 ვატიც არც ისე რთულია მე შენთვის. ვიდრე როცა უვარჯიშებელი ხარ. მიმაჩნია, რომ ჩვენი წელის გარშემოწერილობას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს და მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ვიდრე წონას. წონაში შეიძლება არ დავიკლოთ, იმიტომ რომ კუნთების მასა მოვიმატოთ და ათლეტური აღნაგობა მაინც გქონდეს. იგივე მოცულობის კუნთი უფრო მძიმეა ვიდრე ქონი და ცხიმი რაც გაგვაჩნია. ასე რომ წონაზე მეტად მნიშვნელოვანია წელის გარშემოწერილობას მივაქციოთ ყურადღება.
ასე რომ როცა წონაში უკლებულობთ, სასურველია ცხიმი დავწვათ და კუნთები არ მივაყოლოთ. ამისათვის რა თქმა უნდა სიმძიმეებით ვარჯიშია კაი. სიმძიმეების გარეშე შეგვიძლია ვივარჯიშოთ. აზიბრები და მის თანანი ვაკეთოთ. საბოლოო ჯამში ხო თავარი სიჯანსაღი და კაი ჯანმრთელობაა. მარტო აღმართების დასვლაში ხო არ გვიშლის ხელს ჭარბი წონა. იქ ინსულინის რეზისტენტობა შეიძლება განვითარდეს, რომელიც დიაბეტში გადაიზარდოს შეიძლება და აქედან გამომდინარე ჯობია ჯანსაღკვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს მივაწვეთ თავისი ძილით და ყველაფრით და მერე ვიზრუნოთ სხვა დანარჩენზე, რომელიც თავისთავად გაგვიადვილდება. როცა ასეთ ექსპერიმენტს ატარებს სასურველია თანაბარ პირობებში შესრულდეს ორივე ამოსვლა, გულისხმობ ქარს და ჩაცმულობას და ასე შემდეგ. ახლა მალე დავასრულებ მეორე ასვლას და ნახოთ მერე შედეგები. არ მგონია რომ ძალიან დიდი განსხვავება იყოს დროში ეს. ძალიან მოკლე მონაკვეთია ამის გასაზომად და 12 კილოგრამიც არც ისე ბევრია რომ რაღაც გრანდიოზული სხვაობა მოგწეს. ნახოთ დაველოდოთ შედეგებს. დასრულდა ექსპერიმენტი, რომელმაც წარმატებით ჩაიარა და ვნახოთ შედეგები. 12 კილოგრამით დამძიმებამ 2 კილომეტრიან აღმართზე მოგცა წუთნახევრიანი განსხვავება. ეს იმას ნიშნავს, რომ 20 კილომეტრიან იგივე დახრილობის მქონე აღმართზე სხვაობა იქნება 15 წუთი. მაგრამ თუ მაგალითად წონაში განსხვავება იქნება 24 კილოგრამი და არა 12 კილოგრამი, უკვე დროშის სხვაობას მოგცემს 30 წუთს. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ რაც უფრო მძიმეა ჩვენი სხეულის წონა, მით უფრო ნაკლები გვაქვს გამძლეობა და მით უფრო გვიჭირს ასეთ გრძელ აღმართებზე ასვლა. მე მგონი საინტერესო ექსპერიმენტი გამოგვივიდა. შენ რა სიტყვი? ძალიან. ოღონდ ვის საერთოდ არ დავღნილვარ. წავედით ახლა ჩვენ. 1000 საქმე გვაქვს ასაკეთებელი.